სექსტატის ინფორმაციით 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,1%-ული პუნქტით შემცირდა და 14,2% შეადგინა. თუმცა უმუშევრობა გაზრდილია წინა კვარტალთან შედარებით, როცა ეს მაჩვენებელი 13,8%-ის ფარგლებში იყო. 2024 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 20,000-ით და დაახლოებით 978,500 მიაღწია, ხოლო თვით დასაქმებულთა რიცხოვნობაში ზრდა იყო თითქმის 20,000 და ჯამურად ეს რიცხვი 423,500-ია. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1%-ული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1,4%-ული პუნქტით ზრდას აჩვენებს და შესაბამისად 48,9%-ს და 45,2% შეადგენს. სექსტატის თანახმად უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში ქალებთან შედარებით, გასული წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 2,4%-ული პუნქტით არის შემცირებული ქალებში, ხოლო კაცებში 0,1%-ული პუნქტით და შესაბამისად 11,1 და 16,7%-ია. რის ხარჯზე მცირდება უმუშევრობის დონე და რა მოლოდინები გვაქვს წლიურ ჭრილში ხელფასების ნაწილში და ეკონომიკურ პარამეტრებზე ზოგადად ამ თემაზე სასაუბროთ ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილია ჩვენი პირველი სტუმარი დილომშვიდობისა სოსო, მადლობა თქვენი დროისთვის. მოდი პირველ რიგში ავხსნათ უმუშევრობის მაჩვენებლის კლება ბოლო კვარტალში არის შემცირებული, თუმცა წინა პერიოდთან შედარებით გაზრდილი. რა ხდება შრომის ბაზარზე ამ ნაწილში და როგორია წლიურ ჭრილში მოლოდინები? მოგესალმებით, დილომშვიდობისა, მივესალმებით მაყურებელს. ხო, ბოლო პერიოდში უმუშევრობის მაჩვენებელი ზოგადად შემცირებული არის, ხა ცოტა გაზდა შემცირება წინა პერიოდთან შედარებით არ უშავს, ზოგადად შემცირებულია, ისტორიულად შემცირებულია. თუმცა აუცილებელი არის განმარტოთ, კიდევ ერთხელ განმარტოთ უმუშევრობაში რა იგულისხმება და მაგალითად რატო არის კაცებში უფრო მაღალი უმუშევრობა ვიდრე ქალებში. ისე არ არის, რომ კაცები უფრო მეტი მუშაობენ, ანუ ქალები ამას კერვამ კარგია, ცუდია, ქალები სახში არიან უფრო მეტად და არ მუშაობენ, ოღონდ ეგენი არ ითვლებიან უმუშევრებად რა, იმიტომ რომ მთავარი ამბავი უმუშევრად რო ადამიანი ჩაითვალოს არის ის, რომ ის სამსახურს უნდა ეძებდეს. ანუ როცა ჩვენ ვამბობთ, რომ 13% ან 14% არის უმუშევრობა ქვეყანაში, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ 13-14%-ია, რომელიც არ მუშაობს და დანარჩენი მუშაობს. ხანდახან აღქმის დონეზე ასეც არის ხოლმე. სხვადასხვა კვლევებით გაზომილი არის უმუშევრობის აღქმაც ხო და არის 60%-ზე მეტი და ასე შემდეგ. მთავარი რაც არის უმუშევრად რო ადამიანი ჩაითვალოს, არ უნდა მუშაობდეს ცხადია და უნდა ეძებდეს რაღაც პერიოდის განმავლობაში სამუშაოს. მხოლოდ მაგ შემთხვევაში ჩაითვლება უმუშევრად, ანუ სამუშაო ძალას უნდა წარმოადგენდეს, ამ მუშაობა უნდა შეეძლოს და ეძებდეს აუცილებლად. ამ შემთხვევაში ითვლება. ამიტომ გვაქვს ეს პროცენტები, რაც გვაქვს. ეხლა სხვა ფაქტორები მოქმედებს, ხო? უმუშევრობაზე, სამუშაო ძალაზე ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემა მეორე მხრიდანაც, ხო? სამუშაო ძალის ნაკლებობის მაგალითად ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც სხვადასხვა სერვისებს ახორციელებდა ხელოსნები, სახლის თუ მანქანის თუ ასე შემდეგ, პოლონეთში არიან წასული ან ევროპაში ან ამერიკაში. ამიტომ მოაკლდა ეგ სამუშაო ძალასაც მოაკლდა და დასაქმებასაც მოაკლდა. იქ მერე პროცენტებში ხო, როგორ აისახება, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ჩემი აზრით ზოგიერთ შემთხვევაში სურათის აღსაქმნელად შევხედოთ თვითონ დასაქმების რამდენი ადამიანი არის დასაქმებული, ხო? მეორე მხრივ ხა რაღაც ინდუსტრიები მუშაობს, ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მშენებლობის ბუმი გქონდა წინა წლებში, სხვა ფაქტორების გამო, ხა რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა შემოუვაროთ ამ ომით, უკრაინაში, რუსეთის ომით ჩვენ ეკონომიკურ თვალსაზრისით ვისარგებლეთ, ხო? ეკონომიკური ზრდა გქონდა და ამან ზოგიერთ სექტორებში დასაქმების დაც გამოიწვია. რომ გადავხედოთ ჩვენ გარშემო რა ხდება, ხო? ჩვენ კი ვამბობთ, რომ ყველაზე დაბალი უმუშევრობა გვაქვს და ასე შემდეგ, მაგრამ სომხეთში უფრო დაბალია, თურქეთში და აზერბაიჯანშიც უფრო დაბალია, ხო? ეხლა სხვა ქვეყნებს არ ვადარებთ, ევროპის ქვეყნებს არ ვადარებთ უმუშევრობის დონეს, ხო? და თუნდაც დასაქმების დონე და თუნდაც ანაზღაურების დონეს. ეხლა უმუშევრობა ერთია, უმუშევრობის დონე ერთია და მეორე არის ვინც მუშაობს, იმას რამდენად რელევანტური ანაზღაურება აქვს და რამდენად
რამდენად შეუძლია ამ ანაზღაურებით ცხოვრება. ეს გადინებაც სამუშაო ძალის და აქტიური მოსახლეობის ხო ზუსტად იმიტომ გვაქვს, რომ ვერ შეულობენ ისინი ისეთ სამსახურს, რომელიც მათთვის იქნება საკმარისი, მოდი ასე ვთქვათ, რა რაღაც საოცრებებზე, საოცარი მოლოდინები ამ ქვეყანაში არავის არ აქვს. ხელფასების დის ნაწილში ბოლო პერიოდში ქონდა საკმაოდ ცდა და ყველა პროდუქტის გაძვირებაში ნათქვამი იყო, რომ იმიტომ ძვირდება ესა თუ ის მომსახურება, მათ შორის უძრავი ქონება თუ ასე შემდეგ, რომ სამუშაო ძალა გაძვირდა. მიმდინარე წლისთვის რა მოლოდინები და პერსპექტივები იკვეთება დასაქმებულების ნაწილში, იძლევა თუ არა ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა, იგივე ბიზნესს აქვს თუ არა იმის რესურსი დღეს, რომ არსებული ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის დაიწყონ ახალი პროექტები და შესაბამისად ხელფასებიც არის ეკონომიკაში ზოგადად პროგნოზები ძალიან უმადური საქმე არის და მით უმეტეს იმ ეხა ეს წინდებაც სხვადასხვა დროს ბევრჯერ გვითქვამს ხოლმე სხვადასხვა წლებში რომ აი ეხლა ძალიან არაპროგნოზირებადი სიტუაცია მაგრამ ეხლა მართლა ეგრე არის ეხლა მართლა ეგრეა და თან რა თქმა უნდა პოლიტიკურ მდგომარეობას გულისხმობ და არ გულისხმობ მხოლოდ საქართველოს ამბავს იმიტომ რომ ისეთი პროცესები ხდება მსოფლიოში და ამ სამყაროში რომ არ ვიცით რა იქნება მართლა არ ვიცით და ვერა მით უმეტეს აი როცა ვსაუბრობთ უძრავი ქონების ბაზარზე ხო თქვენ ამ საკითხზე რაღაცა გარკვეული ისინიც გაქვთ მაგრამ მით უმეტეს როცა ვსაუბრობთ გრძელვადიან გადაწყვეტილებების მიღებაზე კიდევ უფრო გაურკვეველი არის ამბავი საქართველოს შემთხვევაში შეიძლება რაღაცებზე ვიმსჯელოთ ხო არ არის გაბერილი ეს ბაზარი იმიტომ რომ ბევრმა იყიდა რუსეთიდან შემოსულმა ხალხმა ომის დაწყების შემდეგ და შეიძლება მაგ მიმართულებით რაღაცებზე ტენდენციებზე მსჯელობა, მაგრამ ძალიან რთული არის მაინც, ანუ რა მოხდება მომავალში არ ვიცით, ანუ ამ რეალობაში ასეთი დინასტიის შეჭედება და ეს ხო პოლიტიკური ამბებია, მაგრამ არ გულისხმობ მართლა მხოლოდ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც სახეზე გვაქვს და რომელიც რეალურია და რომელიც რა თქმა უნდა გავლენას იქონებს, გარშემოც ისეთი სიტუაციაა, რომ გაუგებარი არის რა, ამიტომ რომ როგორ ელოდები რომ გადაითარგმნება ეს არსებული პოლიტიკური ფონი ეკონომიკურ მდგომარეობაში. იგივე სულ საუბრობთ, რომ უცხოური ინვესტიციები შემცირდება და ასე შემდეგ. უცხოურსაც რო თავი დავანებოთ, ადგილობრივი ინვესტორები რამდენად ჩადებენ ესეთ რეალობაში რაღაცა ახალი პროექტებს. გაურკვევლობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა ეკონომიკაში ის არის, რომ გადაწყვეტილებების მიღება ჭირს. ბიზნეს, იქნება ეს უძრავი ქონების სექტორი თუ სხვა ნებისმიერი სექტორი, ბიზნესს უჭირს გადაწყვეტილებების მიღება. ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად გარკვეულობა, ანუ გათვლადობა რო შეეძლოს მომავალში რისი მიღება შეუძლია კონკრეტული გადაწყვეტილებების შედეგად, ხო და რადგან ესეთ გაურკვევლობა გვაქვს ბევრი სხვა ფაქტორის გამო, გადაწყვეტილებების მიღება ჭირს. შესაბამისად, გაჭირდება რა თქმა უნდა ინვესტიციები, როგორც პირდაპირ უცხოური ინვესტიციები გარედან, ისე შიგნით არსებულ ბიზნესმენებსაც გაუჭირდებათ გადაწყვეტილებების მიღება, ხო? არ ვიცი რას უნდა დაეყრდნონ და რა უნდა აიღონ ორიენტირად ან რა გარანტიებზე იქნება საუბარი, მაგრამ ეგ ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილებების მიღება ჭირს და მერე ამ არეულ სიტუაციაში კიდე სხვანაირი გადაწყვეტილებები მიიღება უფრო სწრაფი ფულის შოვნის რაღაცა ეხა ისეთი ბიზნესები ან ისეთი ინდუსტრიები შეიძლება დაიტვირთოს, რაც უფრო არამდგრად და არაგრძელვადიან განვითარებაზე არის ორიენტირებული და სწრაფად რაღაც ყიდვა-გაყიდვა შეიძლება რაღაც. ხო, იმიტომ რომ გაურკვევლობა არის ძალიან დიდი. ახლა ბიზნესი ესე ვერ გაჩერდება, ბიზნესს უნდა მოგება და ფულის შოხა და ვერ გაჩერდება. მან დრაივში ეს არ არის, მაგრამ ალბათ შეიცვლება ინდუსტრიები და ერთ-ერთი მთავარი გაურკვევლობის დროს არის ლარის კურსი და სავალუტო რისკები, რაც ბაზარზე არსებობს. ამ ნაწილში ესეც ძალიან უმადური საქმეა ეკონომისტებისთვის, თუმცა როგორია იმ მდგომარეობა. საქართველოში ახლა შეგვიძლია შევხედოთ რაღაც სავალუტო შემოდინებებს, ხო? საიდან შეიძლება შემოვიდეს ვალუტა, უცხოური ვალუტა. ერთი არის პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, რომელსაც ვისაუბრეთ უკვე და რომელიც გაურკვევლობის პირობებში საკმაოდ რთული არის, რამე პროგნოზი გააკეთო, მით უმეტეს ამ პოლიტიკური კრიზისის პირობებში, რომელიც საქართველოს იმყოფება და რაღაცა საოცარ რეჟიმში ვართ დასავლეთთან და იქ ლანძღვაგინება მიდის და ძალიან გაუჭირდებათ ამ პერიოდში უცხოელ ინვესტორებს, ყოველ შემთხვევაში კარგი ინვესტორებს, რომლებიც აქამდე კარგად ითვლებოდნენ და ჩვენ გვინდა მათთან ურთიერთობა, გადაწყვეტილებების მიღება. პლუს არის
ფულადი გზავნილები, რომელიც პრინციპში არ არის შემცირებული, თუ არ ჩავთვლით რუსეთის ფაქტორს, ოღონდ რუსეთის ფაქტორი ისედაც გამონაკლისი იყო და უკავშირდებოდა ანუ თვითონ რუსების შემოდინებას და ამ ომის დაწყების შემდგომ არსებულ პროცესებს. კიდე ერთი მნიშვნელოვანი ამბავი არის ტურიზმი. ტურიზმის მიმართულებით პრობლემები გვაქვს და გვექნება სავარაუდოდ, უბრალოდ ხა ზამთრის პირობებში ცოტა რთული არის მაგის შეფასება, იმიტომ რომ ზამთრის ტურიზმი არ არის ჩვენი ყველაზე ჩვენ ძირითადი მიმართულება ტურიზმის, ამიტომ თუ ეს სიტუაცია და ეს კრიზისი გაგრძელდა, ზაფხულში მძიმედ დაარტყავს. შესაბამისად, ეგ აისახება ლარის კურსზე უდავოდ. ინვესტიციები რადგან ვახსენეთ და მინდა რომ ვკითხოთ ემა არის 5 მილიარდიანი ინვესტიციაზე, რამდენად რეალისტურად უყურებთ ამ ამბავს თქვენ პირველ რიგში და ეს რამდენად შეიძლება თუ განხორციელდა ცხადია ძალიან დიდი მოცულობის იქნება და ფაქტობრივად რეკორდული ასეთი არ მქონია არასდროს, მაგრამ როგორ შეიძლება მოკლედ ამ ყოველთვის განვითარება. იმ კონტექსტში რომ განვიხილოთ ახლა საუბრობდით ინვესტიციებზე ზოგადად და სურათზე რა გარემო გვაქვს და გაურკვევლობა და ასე შემდეგ, წარმოუდგენელი მგონია ახლა 6 მილიარდიან ინვესტიციაზე საუბარი საქართველოში, მით უმეტეს კომპანიისგან, რომელსაც საერთოდ არ აქვს ისეთი კაპიტალიზაცია, რომ უცებ ესე 6 მილიარდი გაისროლოს, სულ 30 მილიარდის ფარგლებში აქვს, ხო? ამიტომ შეუძლებელი არ არის, შეიძლება რაღაც ინვესტიცია წამოვიდეს და საქართველოსთვის ეგ მნიშვნელოვანი იყოს, საქართველოსთვის 1 მილიარდი უზარმაზარი ინვესტიციაა, ხო? უზარმაზარი ჩვენი ეკონომიკისთვის. ამიტომ 6 მილიარდი წარმოუდგენელია, მაგრამ 9 მილიარდიც რო იყოს, ეგეც მნიშვნელოვანი იქნება და ეკონომიკაზე აისახება, მაგრამ ამ სიტუაციაში ძალიან რთული არის რამე პროგნოზის გაკეთება და მით უმეტეს მაგ პროექტის რეალისტურობის აღქმა. მემორანდუმი შეთანხმება გასაგებია, მაგრამ რა იქნება რეალობაში ველოდებით რეალურ გადაწყვეტებს თუ კი იქნება ცხადია. მადლობა სასად თქვენი დროისთვის და ანალიტიკისთვის. სასა ბერეკაშვილს უსმენდით, ეკონომისტი იყო საქმიანი დილის სტუდიის სტუმარი.